როგორ წერია, ეს იმედის გასარჩევი არ არის, ეს ერთი. თქვენ თვითონ ემორჩილებით ჯულის კანონს მომისმენთ. თქვენ თვითონ ემორჩილებით ჯულის კანონით იმართებით? თქვენ ხართ მომისმენთ. თქვენ სახელმწიფო კანონებით უნდა იმართებოდეთ და სახელმწიფო კანონებს უნდა არკვევდეთ და არა ეკლესიის კანონებს. და მეორე, მე მონაზონი კი არა ვარ, მე ვარ არქიმანდრიტი. თქვენ არც კი იცით მე ვინ ვარ. მე ბერი კი არა, მე ვარ არქიმანდრიტი. არქიმანდრიტი ნიშნავს ბერობით არქიმანდრიტს. მაგრამ ხო და ესე იგი მონაზონსა და არქიმანდრიტს შორის ეს სხვაობაა და თქვენ ეს არ იცით, ბატონო. შენ ვინ გეკითხება მე ემორჩილები თუ არა ჯულის კანონს? შენ ვინ გეკითხება? აი შენ ვინ ხარ ჯულის კანონს რო აკონტროლებ? მამაო, რა მაინტერესებს ის თანაწერში, აი საპატრიარქოში რო შევიდა საუბარი, თქვენ ამბობთ რომ 2012 წელს თქვენ აღშფოთით ციხეში მიმდინარე მოვლენებს, ხო? მე მაშინ რატომ მოუწოდეთ ხალხს რომ 2025 წლის 4 ოქტომბერს დამდგარი პარტიასთან 2012 წლის ციხის სამების შემოქმედება. მე არც ერთ პარტიასთან დადგომისთვის არ მომიწოდებია. არც ერთ პარტიასთან დადგომისთვის. მე ეს აქციას ეხლა თქვენ ხო გითხარით, აი თქვენ ხო გითხარით, რომ თქვენ ხართ ჩვეულებრივად სამთავრობო ტელევიზია და თან ძალიან ცუდი. და მე რას მოუწოდებ და როგორ მოუწოდებ, მაგაზე მე პასუხს ეკლესია უნდა თხოვდეს და არა თქვენ. თქვენ არავინ არ ხართ და არც იცით მე როგორ უნდა ვიქცეოდე და როგორ არ უნდა ვიქცეოდე. მე თუ რამე სახელმწიფო კანონი დავარღვიე, აი მაგაზე მიპასუხეთ მე თქვენ და მაგაზე მომთხოვეთ პასუხი და მე ჩემს ეკლესიურ მოღვაწეობაზე თქვენ ვინ ხართ რო აკონტროლებთ ჩემს იმას? აი ვინ ხარ შენ? აკი, მამაო, ნახეთ. ხო. თქვენ მოითხოვეთ საპატრიარქოში თქვენ სულიერ ძმებთან შეხვედრის დრო, თქვენ სულიერ ძმებთან შეხვედრის დრო საპატრიარქოში ხომ მოითხოვეთ ჩანაწერი გაკეთებული იყო? მერე? ეს ჩანაწერი საიდან მოხდა ოპოზიციის მიერ დაფინანსებულ ეთერებში? და რა ვიცი მე? ჩანაწერი ხდება ოპოზიციის მიერ დაფინანსებულ ეთერებში და მეორე დღე იმ ეთერში ზიხარით თქვენ და არჩევთ ამში. მე იმ ეთერში მეორე დღეს კი რა წინა დღესაც ვიჯერდი და მაგის წინასაც ვიჯერდი. შეიძლება ხარ ოპოზიციური ეთერებში, ოპოზიციური არხებში. ოპოზიციური არხები არ არის, ეს არის თავისუფალი არხები. არ არის სატელევიზიო, ისა სახელმწიფო არხები არ არიან. თქვენ ხარ სახელმწიფო არხი. პირდაპირ სახელმწიფო არხი, რომლებიც დეзინფორმაციას ავრცელებთ. სრულიად დეзინფორმაციას ავრცელებთ და ეხლა თქვენ როგორც თქვენი ბელადი ერევა ეკლესიის საქმეში, ისე ერევით თქვენს ეკლესიის საქმეში, რომლის უფლება თქვენ არ აგავთ. თქვენ რა იცით მღვდელი როგორ უნდა იქცეოდეს და როგორ არ უნდა იქცეოდეს? მე სამში ჩემი სახელი ციკვა. ბიბლიაში არ წერია. დიახ. ამის ჩანაწერი რატომ მოიგონეთ რომელიც გავცელდა ოპოზიციას შემდეგ ან რატომ არ დაგმეთ რომ ეს ჩანაწერი გავცელდა ოპოზიციურად ის რაც ისაუბრეთ თქვენ სულიერ ძმებთან ერთად მომისმინე აი შენ ისევ ერევი ეკლესიის საქმეში და თითქოს სახარება იცი სადაც 2 და 3 შეიკრიბებიან ჩემი სახელით ეგ ნიშნავს სალოცავად შეკრებას და არა პასუხისმოთხოვნას შენ არ იცი სახარება და სახარებაში ერევი მომისმინე კაცო ცოტა რაღაცა ისწავლე თქვენ პასუხი მოგთხოვეთ დაბარება ნიშნავს პასუხის მოთხოვნას და მე ჩემ ძმებთან რას გავაკეთებ აი შენ რატო არჩევ მაგას შენ რა გინდა მე არა თელ ქვეყანას გაარჩევინებ მე და საიდან ამტკიცებ თუ მე გავარჩევინე აი საიდან ამტკიცე აი ცილს რატომ წამებ უკვე ეთერებში ლაპარაკობდი მე გავრცელების შემდეგ მაგრამ მე რო გავარცელე საიდან ამტკიცებ ხო ხედავ როგორი ცილი მწამებელი ხარ მე არ მომითხოვია ჩანაწერის გავრცელება მომისმინე შენ რას აკეთებ რას ახლა აი რას აკეთებ რატომ წამებ ცილს ჩანაწერი მეც გავაკეთე და სხვებმაც გააკეთეს ჩანაწერი მე გავაკეთე არა ოფიციალურად არ გამიკეთებია ოფიციალურად გავაკეთე
არ მithოვია მე, არაფერი არ მithოვია, მე ვთქვი მე უნდა ჩავიწერო. ვისთვის უნდა მეთხოვა, რას ნიშნავს მithოვე? ხო, ითხოვესა და მოთხოვნა შორის სხვადასხვა სხვაობა. გასაგებია მამა, ისეთ რა. აი, თქვენ ბაქარატში საუბრობთ ბოლოს, რომ გასაგებია რისი მოხდა ჩვენი შემოძრაობა და თქვენ შემოძრაობა კონკრეტულად გითხარით ის, რომ ქართული ოცნების საწინააღმდეგო განცხადებები არ გააკეთო ეგეც. ეგ არ უთქვათ ჩემთვის. იმიტომ რომ მაგის ხმა არავის არ შეუძლია. იმიტომ რომ 2012 წელს მეც ვაკეთებდი განცხადებებს ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ და მამა ანდრიაც იყო აღშფოთებული. ეგ უთხარი მე იქ და მამა ანდრიაც აკეთებდა მაშინ არ იყო ესეთი Facebook ლაივები და რაღაცები არ იყო, მაგრამ მამა ანდრიაც იყო აღშფოთებული და ვიცი მე მამა ანდრიასგან ვიცი ბევრი რაღაცა რაც ციხეებში ხდებოდა მაშინ. სანამ კადრები გამოვიდოდა. იმიტომ რომ ციხეებში დადიოდა. ეგ უთხარი. როგორ? მომისმინე მე 2012 წელს იმიტომ ვიყავი აღშფოთებული, რომ ის პარტია იყო თუ მთავრობა, რასაც აკეთებდა და იგივეს და უარეს აკეთებს ეს მთავრობა. ამას რატო ვერ ხედავთ? ამას რატო ვერ ხედავთ თქვენ? რა მნიშვნელობა აქვს? ვინ ხალხი იქნება? მე არ დამდგარ ვარ არც ერთ პარტიასთან. მე დავდექი ხალხთან და მე მოუწოდე ხალხს და მე მშვიდობიან აქციაზე მოუწოდე ხალხს და არა რამე იმაში იქვე გამოვაცხადე მე რომ ეს იყო პროვოკაცია და არ უნდა შესულიყვნენ არც ერთ შენობაში. ეს განცხადება ნახეთ? ეს კოზი რაც ნაცარში ჩაუვარდა და ვეღარ შევიდნენ უკვე მას შემდეგ გამოთქვით თქვენ მე როცა აქციაზე დავბრუნდი მაშინ გამოვთქვი ეგ. აი მაგალითად ებრაელთა მიმართ რომ ემორჩილეთ თქვენ წინამძღვრებსო. ხო. მაინტერესებს გქონდათ თუ არა თქვენ წინამძღვრისგან კურთხევა პოლიტიკური? მე ვარ წინამძღვარი თვითონ მე შენ გეუბნები რომ შენ არ ერკვევი ბიბლიაში და დაანებე თავი მაგ სახარებით საუბარს. დაანებე თავი და მიხედე იმას ჟურნალისტურ გამოძიებას ჟურნალისტურ ფარგლებში ჩაჯექი. მე თვითონ წინამძღვარი ვარ, შვილო. ეპისკოპოსს არ უნდა დაემორჩილოთ? მე ვემორჩილები ჩემს ეპისკოპოსს, ჩემი ეპისკოპოსი არის პატრიარქი და ჩემს ეპისკოპოსს არასოდეს არ აუგზალია, არც 2012-ში აუგზალია, რომ ვინმეს ნიშა დაეგმო და არც ახლა აგზავნოს. 4 ოქტომბრის არჩევნებზე გამოდით, ხო? ეგრე არ ამბობს პატრიარქი, რომ 4 ოქტომბერზე გამოდით თუ 9 ოქტომბერზე, როცა ერს უჭირს და ერში აი ესეთი საშინელებები ხდება, ამდენ ხალხს ციხეში სვამენ, ამდენი ბავშვები დანეწეს ქუჩაში. აი თქვენ ელემენტარულად მე იქ აქციაზე ვდგევარ და იქ ვერ ბედავთ მოსვლას იმედი. რატო არ მოხვედით გუშინ იქ აქციაზე და რატო არ აიდეთ ინტერვიუ? აზარში კი არა, აქციაზე რატო არ მოხვედი? იმიტომ რომ ვერ ბედავ იქ მოსვლას, იმიტომ რომ მთავრობის არხი ხარ, მთავრობის, შილო, მთავრობის ძალიან დიდ ცოდვაში ხარ, ძალიან. აქციაზე მარტო არ მოვდივარ, რომ აქციაზე ჟურნალისტებს ეძალადობენ იმედზე, რომ როგორ? იმედზე რომ იძალადეს, იმედი ჟურნალისტებზე რომ იძალადეს, დაგმეთ. ვინ იმედი ჟურნალისტებზე, ვინ იძალადა? ვინ იძალადა, მე მითხარი, ვინ? აქციის მონაწილეები. მე აქციის მონაწილეებმა თქვენზე თუ იძალადეს, მთავრობას უნდა მიმართოთ, სახელმწიფოს უნდა მიმართოთ და პროკურატურას უნდა მიმართოთ, მე კი არ უნდა მომმართოთ. მე როცა სახელმწიფო ძალადობს მაგას და არიძიებს სახელმწიფო, აი მაგას ვაკრიტიკებ მე. როცა თქვენზე ვინმე იძალადებს, თქვენ შეგიძლიათ სახელმწიფოს მიმართოთ და სახელმწიფო აუცილებლად გამოიძიებს. იმიტომ რომ სახელმწიფო მთავრობა თქვენია და თქვენ მათი ხართ. აი მამა შერჩევითაც გამოდიხარ? მე შერჩევითი არა ვარ, შენ ვერ გებულობ, რას გეუბნები? ჟურნალისტებმა, რომლებიც ქუჩაში ცენეს, მიმართეს მთავრობას, მაგრამ მთავრობამ არ გამოიძია. თქვენც თუ ვინმე თქვენზე იძალა და მიმართეთ პროკურატურას და პროკურატურა თქვენსაც იმედიმად გამოიძიებს. მამაო, აი, აქციის ლიდერები სახელმწიფო გადატრიალების სეობის მუხლით არიან დაკავებულები, ხო? იმ აქციის ლიდერები, რომელთაც ერთადაც თქვენი დეგით.
დიახ. სენატზე გამოდიოდით რევოლუციური მოწოდებებით. დიახ. მერე სასულიერო ვინ გამოდიოდა რევოლუციური მოწოდებებით, რას ნიშნავს? თქვენ საუბრობთ რევოლუციაზე, მამაო. მე საუბრობდი მშვიდობიან რევოლუციაზე, დროშების რევოლუციაზე, რომელიც უნდა მოხდეს. რას გულისხმობ მშვიდობიან რევოლუციაში? რას გულისხმობ მშვიდობიან რევოლუციაში და ამ თავრობის წასვლას და ხალხისთვის ძალაუფლების გადაცემა, რომელიც მიტაცებული აქვს თავრობას. და ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში? ხელისუფლებაში ის უნდა იყოს, ვისაც ხალხი აირჩევს. მაგათაც პატა ბურჭულაძე, ხო? თუ აირჩია ხალხმა, იქნება პატა ბურჭულაძე. თქვენ ვის ირჩევთ, მამაო? მე ვის ვირჩევ, ვინც დადგება არჩევნებზე და ვისაც ავირჩევ, მე თვითონ გადავწყვიტე, ეს თქვენთან შესაძლებელი არ მაქვს. და დამოკიდებულება როგორი გქონდათ აქციის ლიდერებთან? რას ნიშნავს როგორი გქონდა დამოკიდებულება? აქციები მოგიწონა და ისაც მოხდა 4 აქციის ლიდერი. მე 4 ოქტომბერს გამოვედი და ვთქვი, რომ არც ერთი შენობა არ გვინდა. ეს ნიშნავს იმას, რომ რა მოწოდებაც იყო, ის მოწოდება დავიწუნე. ესმის, მე იქ მივედი მშვიდობიანი აქციაზე და ხალხსაც მოუწოდე მშვიდობიან აქციაზე და იქვე მე რო არ ყოფილიყავი, ხალხი იყო დაბნეული უკვე იმ მოწოდებიდან გამომდინარე, რაც პრეზიდენტის სასახლეში შესვლას ნიშნავდა. მამაო, დაპირისპირება მოხდა. ვერ გავიგე. ვერ გავიგე, გაწმახმა. დაპირისპირება მოხდა თუ არა 4 ოქტომბერს? დაპირისპირებას პროვოცირება გაუკეთა მთავრობამ, ღობეები იყო გადაჭრილი და მთავრობას უნდოდა, რომ ხალხი და შეიძლება ის პირველი, ვინც ღობე წააქცია, მთავრობის ხალხი იყო. მთავრობას უნდოდა ეს გამოიძიეთ, ეს, მაგრამ თქვენ როგორ გამოიძიეთ, მაგრამ თქვენ მთავრობის დანამატი ხართ. დაპირისპირება იყო თუ არა 4 ოქტომბერს? ამაზე მიყავს კონკრეტულად. დაპირისპირება მოაწყო მთავრობამ, პროვოკაცია მოუწყო მთავრობამ და ღობე იყო გადაჭრილი. მამაო, ღობეს როცა ანგრევდა. ღობე შეიძლება როგორც მაშხალებს ისროდნენ. როგორც მაშხალებს ისროდნენ. თვითონ მთავრობის მიერ პროვოცირებული ხალხი, რომლებიც თვითონ მთავრობამ შეიყვანა იქ და მაშხალები ასროლინა და მერე სხვები დაიჭირა, აი ასევე მთავრობამ გამოიწვია თვითონ რომ ეს ღობე მოჭრილი ღობე დაახვედრა და თავისმა ხალხმა გადაამტრია ის და თავისი ხალხი შევიდა და მერე თავისთავად აქციის მონაწილეები, ახლა ესენიც არ არიან ისეთი გამოცდილები და წამოედგნენ პროვოკაციას. ეს იყო იქ. და მათ შორის ერთ-ერთი ვინც მოუწოდა ღობის დანგრევაზე, ეს იყო მურთაზ-ზოდელავა. ღობის დანგრევაზე არ მოუწოდებია მურთაზ-ზოდელავას. მურთაზ-ზოდელავა თქვა, რომ ეს გასაღებს ეხლა ხელში ავიღებ. დიახ, გასაღებს ხელში ავიღებო, ესე იგი მთავრობიდან ვიღაცები შეპირდნენ, რომ გასაღებს მიცემდნენ და ღობის ჩასანგრევად იქ ის არ ჩასულა, თუმცა მე ეს ფაქტიც დავგმე. არ მინდა შენობა, ეს არის პროვოკაცია. არც ერთი შენობა არ მინდა, იმიტომ ეს შენობა იყო ჩვენი, მაგრამ ჩვენ ვერაფერში ვერ გამოვიყენებთ. ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი როცა იყო პრეზიდენტი, ბოლოს ყველა ოპოზიციური პარტია დადიოდა იმ შენობაში, მაგრამ მაინც ვერაფერი ვერ მოახერხეს და ის შენობა არაფერს არ მოგცემდა. ეს ვთვლი აქციაზე. თქვენს გაქვთ ეს გაგონილი, მაგრამ თქვენ ამის გაგონება არ გინდათ. მამაო, ბოლოს როდის შეხვდით სალომე ზურაბიშვილს? სალომე ზურაბიშვილს ხვდები მე ყოველ კვირას, რადგან ის ჩემთან დადის და ეზიარება. და სალომე ზურაბიშვილი სრულიად წინააღმდეგი იყო იმისა, რაც იქ აქციაზე შემდეგ მოხდა. მამაო, სალომე ზურაბიშვილთან ერთად კიდევ რომელ ოპოზიციურ პარტიის წარმომადგენლებთან მარცხადა? ყველას ხვდები. ლელოსაც ხვდები. გახარიასაც ხვდები. ყველას ხვდები მე. ლელოსაც და გახარიასაც? დიახ, გახარიას გუნდის წევრი, ხშირად მაქვს ურთიერთობა და მეგობარია ჩემი და ხშირად წევთ ერთმანეთს და ხვდებით კიდეც და ლელოსთანაც მაქვს შეხვედრები და ურთიერთობები. კარგი, მამაო, ეს მინდოდა სურპრიზ ჩვენ ესე. ეთერზე როცა ტელეფონი არ ყოფილიყო, მაგრამ მაინც მადლობას გიხდით, რომ გაგვიცნეთ ყურადღება. აი ხარ.